მოსიარულე მკვდრების წინა სერიაში. მამა! ჩემი ძმა ხელბურკილებით სახურავზე მიაბი და მიატოვე? მგონიათ კიდევ დაგჭირდება იარაღი, როცა ატლანტაში ზომბები თავს დამისხნენ, ჩანთა მაშინ დამიბარდა. უკან უნდა დავბრუნდე. შენ ხომ ახლა ხარ დაბრუნდი, ახლა ისევ მიდიხარ? მერლ! არა! რა მოხდა? არაფერი. ტყუილია, ყოველთვის არსებობს მიზეზი. მამა არ გასწავლიდა ორი მხრივი მარყუჟის გაკეთებას? არა, ის ხომ საზღვაოს იყენებდა. მხოლოდ ერთ. ტყუილია სამნაირს აკეთებდა. კლინჩი? არა მგონია. კარგი, ყველაფერი მე მოვიგონე. მხოლოდ მშრალ სატყვარაზე ჭერას გასწავლიდა? კი, და შენ? ცოცხალზე. ხუმრობ? ის ყოველთვის ისეთი დარწმუნებული იყო, თავად იცი, მამა და თევზაობა. კი, მთელი ბავშვობა ნავში გავატარე. მაშინ თევზებს მხოლოდ საჭმელად ვიჭერდით. ჩვენ არა, ყოველთვის წყალში უშვებდით, ყოველთვის. როგორც ჩანს შეცვლილა. ეს ალბათ ისეთივეა, როგორც რელიგიის შეცვლა, არა? ადამიანები იცვლებიან, მისი ბრალი არაა, რომ ჩვენ შორის 12 წელია განსხვავება. არა, როგორც კი კოლეჯში წახვედი, იმ წუთიდანვე ნავში ჩამსვლა და მშრალ სატყუარაზე ჭერის სწავლება დამიწყო. ის ხშირად არ იცვლებოდა. ფიქრობ, რომ ჩვენ გამოცდილობდა ამას? მან იცოდა, რომ განსხვავებულები ვართ. იცოდა, რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყო თევზით დაჭერა და ჩემთვის გაშვება. კარგი, გაიხსენე ერთი წესი, არ იტირო ნავში, ეს თევზებს აშინებს. დედა და მამა. იქნებ ფლორიდაში არც ისე ცუდათაა ყველაფერი. იქნებ იქ უკეთესია, არ ფიქრობ? გონი რაღაც დაიჭირე, არასწორი მარყუჟითაც. ღმერთო. ის ამბობდა ტირილი თევზებს აფრთხობსო. ვფიქრობ, ეგ მამამ შენთვის მოიფიქრა და არა თევზებისათვის. AMC წარმოგიდგენთ. ენდრიუ ლინკოლნი, ჯონ ბერნთალი, სარა ვეინკელისი, ლორი ჰოლდენი, ჯეფრი დემანი, სტივენ იენი და ჩენდლერ რიქსი. პროდიუსერები რობერტ კირკმენი, დევიდ ალფერტი, ჩარლზ ეგლი და გეილენ ჰარდი. მოსიარულე მკვდრები.
იცოდე ვისვრი და არ მაღელვებს რომ ზომბები გაიგებენ გასტროლის ხმას. ცხვრსახოცი ხომ არ გაქვს? როგორც ჩანს, ხერხმა ბორკილები ვერ გაჭრა. ალბათ კამარი გამოიყენა, რათა სისხლენა შეეჩერებინა. მერლ, აქ ხარ? ჯიმ, კარგად ხარ? You okay? საკუთარი თავის დამარხვას აპირებ თუ რა ხდება? წყალი მაინც დალიე. ეს ორიც ჩაუძაღლებია. უხელოდ. ჩემს ძმაზე მაგარი არავინ მინახავს. ჩაკუჩი რომ აჭამო საჯდომიდან ლურსმებს გამოუშვებს. ნებისმიერი დაკარგავს გონებას, როცა სისხლისგან იცლება, ყველაზე მაგარიც კი. Baby, will you look at that? Hey, check it out. ამას შეხედეთ, ქალბატონებო. თქვენი წყალობით დღეს ჩემი ცოლშვილი დანაყდება. დიდი მადლობა. მადლობა დეილს გადაუხადე, ნავი მისი იყო. დედა, ნახე რამ ხელათებზია. დიდი მადლობა. თევზაობას ადისწავლეთ? მამამ გვასწავლა. მეც მასწავლით? რა თქმა უნდა, ყველაფერს გასწავლი. თუ შენ არ იქნები წინააღმდეგი. პირიქით, მოხარული ვიქნები. გამარჯობა დეილ, ბოლოს როდის დაზეთე ეს მასრები, სირცხვილია. არ მინდა შეგაშფოთოთ, მაგრამ მგონი პრობლემა გვაქვს. We may have a bit of a problem. მერლ, მარტონი არ ვართ, ხომ იცი? ჯანდაბა. ის შეიძლება სისხლისგან დაიცალოს. ეს რა ჯანდაბაა?
კანი. მან ჭრილობა მოიწვა. ხომ ვამბობდი მაგარია თქო. ხოლოდ მერლი თუ მოკლავს მერლის. თავს ნუ დაიიმედებ, ბევრი სისხლი დაკარგა. ო. სამაგიეროდ აქედან გასვლა შეძლო. შენობიდან გააღწია? რატომაც არა. ის ფიქრობს რომ მარტოა. და გადარჩენისთვის იბრძვის. ეს გადარჩენაა? ხელმოჭრილი ქუჩაში წანწალი. შანსი არ აქვს. სახურავზე მიბმული მაინც არ არის თქვენნაირი იდიოტების გამო. შენის ვერ მოკალი. მკვდარი ამდენს ვერ შეძლებდა. და თუ ასეთი მკვდარი ათასობითაა, გიფიქრია ამაზე? რაც გინდა ისქენი. მე მის საძებნელად მივდივარ. დერელ გაჩერდი. შემეშვი. ხელს მომიშლი. შენ დამნაშავე არ ხარ. ის შენი ოჯახის წევრია, მესმის? მე ჩემი ოჯახის გამო ჯოჯოხეთი გამოვიარე, ვიცი რასაც გრძნობ. ასეთ მდგომარეობაში შორს ვერ წავა. ჩვენ დაგეხმარებით მოძებნაში, მთავარია დამშვიდდე. შვიდად ვარ. ხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იარაღს ვიშოვი. მარტო ჩემი თავისი მედად ქუჩაში ვერ გავალ. გასაგებია? Hey, Jim. საკმარისია უკვე. მოდი ვილაპარაკოთ. რა გინდა? ჩვენ უბრალოდ შენზე ვღელავთ. დეილი ამბობს რომ უკვე რამოდენიმე საათია რაც აქ ხარ. მერე რა? მიწას რატომ თხრი? დამალვას ხომ არ აპირებ? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არავის ვაწუხებ. საკუთარ თავს ვნებ, დღეს 40 გრადუსი მაინცაა სიცხე, 100 არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება? თავად ნახე. ჯიმ, მოდი მე გეტყვი, ხალხს აშინებ, მაგალითად ჩემს შვილს და ქეროლის გოგონას. საშიში არაფერია. რა ჯანდაბა გინდათ? ეს ჩემი საქმეა. უბრალოდ გამანებეთ თავი. უნდა დაისვენო მეგობარო. ჭრილში ჩამოჯდე და წაიხემსო. შემდეგ იქნებ თავად მოვიდე და მოგეხმარო კიდეც. ჯიმ, უბრალოდ ამიხსენი რა ხდება. ანდა ნიჩაბი მომეცი. თორემ რა? არაფერი. უბრალოდ გთხოვ, არ მინდა ძალის გამოყენება. და თუ არ მოგცემ რა მოხდება? სახეს ამახევ, როგორც եց. ხომ ნახეთ რა მოუვიდა? აი რა ხდება ხოლმე როცა შენ გაწუხებენ. ეგ სხვა შემთხვევაა. შენ იქ არ ყოფილხარ, ედი უმართავი იყო, მან საკუთარ ცოლს დაარტყა. ეგ მათი საქმეა და არა ამის. ის ჩვენი მოსამართლე არ არის. ვინ დაგნიშნა უფროსად? ჯიმ, საჩხუბრად არ მოსულ ვარ. უბრალოდ მომეცი ნიჩაბი. არა, მომეცი ჯიმ. უფლება არ გაქვს. გეყოფა. არ გაქვს უფლება. გეყოფა ჯიმ. ჯიმ, არავინ ხელს არ გახლებს. გასაგებია? ჯიმ, არავინ არაფერს დაგიშავებს. სტყუი. უთხარი ეს ჩემს ცოლსაც და შვილსაც. 100-ჯერ ვთქვი. მაგრამ უშედეგოდ. ისინი საიდანღაც მოვიდნენ. ათობით იყვნენ. მე ისინი ხელში ჩავუგდე მათ. ხოლოდ იმიტომ გადავრჩი, რომ ისინი ჩემი ოჯახის ჭამით იყვნენ გართულნი. მარტო ვერ წახვალ. გეგმა სრულიად დებილურია და არ შენ მომწონხარ. ეს კარგი გეგმაა, უბრალოდ დაფიქრდით. თუ ერთად წავალთ, ეს უფრო ნელი და რთული იქნება. მარტო უფრო სწრაფად და შეუმჩნევლად გავაკეთებ ყველაფერს. უყურეთ. ტანკი 5 სახლის დაშორებითაა ჩვენგან. ეს ჩანთაა. ეს კი ის ჩიხი, საიდანაც გამოვიქეცით. იქამდე მე და დერელი მივალთ. და მე რატომ? შენი არბალეტი იარაღზე ჩუმია. სანამ დერელი აქ დამელოდება, მე უცებ გავიქცევი და ჩანთას ავიღებ.
და ჩვენ სად ვიქნებით? შენ და თიდოგი იმ ჩიხში იქნებით. რატომ ასე მოშორებით? შესაძლოა ისევე იმ გზით ვერ დავბრუნდეთ, თუ კი ზომბები ამეკიდებიან. მაშინ მე დერელთან კი არა, პირდაპირ გამოვიქცევი, სადაც თქვენ იქნებით. სადაც არ უნდა გავიქცე, ყველგან დამიცავთ, შემდეგ კი იქ შევხვდებით. ადრე რა საქმიანობდი, ბიჭო? პიცას დავატარებდი და რა იყო? ჩინელის კოლობაზე არ აგიშავს. მე კორეელი ვარ. ერთი ნაგავია. არის როლოთ. რა გნებავთ? ძმას ვეძებ, დაჭრილია, ხომ არ გინახავს? დამეხმარეთ. ჩუმად, ზომბები გაიგონებენ, მიპასუხე. მიპასუხე. მიშველეთ. დამეხმარეთ. მოკეტე ნაბიჯვარო. აი ისიც, ჩანთა, აიღე ძმაო. გამიშვით. გამიშვით. დერელ. დერელ. დაბრუნდით, იდიოტებო. მორჩა გეყოფა. შენს კვერცხებს შეგაჭმევ, ნაბიჯვარო. გამიშვი. მოკეტე, გლენი წაიყვანეს. ამან და მისმა მეგობრებმა. უკანალს აგაცლი, ახვარო. ბიჭებო, გამოგვიჭირეს. უკან გავიქცეთ. წამოდი. მალე წავედით. ჯიმ, დალიე ცოტა. კარგი. მიდი ძმაო. ცოტა თავზეც დამასხი, კარგი? კარგი. გაგრილდი? დიდხანს უნდა ვიჯდი ასე? მანამ სანამ არ დავრწმუნდები, რომ უსაფრთხო ხარ, როგორც სხვებისთვის, ისევე საკუთარი თავისთვისაც. მაპატიეთ, რომ ბავშვები შევაშინე. დასიცხული იყავი, არა უშავს. მეტი აღარ გეშინიათ? არა, სერ. დედა მართალია, უბრალოდ მზის დარტყმა მივიღე. ჯიმ, მიწას რატომ თხრიდი? იცი მაინც? რაღაც მიზეზი მქონდა, თუმცა აღარ მახსოვს. სიზმარი ვნახე, ღამით. იქ შენ და მამა შენი იყავით. მეტი არაფერი მახსოვს.
ღელავდი მამა შენზე? ისინი ჯერ არ დაბრუნებულან. არ გვინდა ამაზე საუბარი ახლა, კარგი? მამა შენი პოლიციელია. და სხვებს ეხმარება. ალბათ ამის გამო შეყონდა. მამა შენი კარგი კაცია. კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ეს აშკარაა. ხომ მართალია? დიახ. არაფერი შეუშლის ხელს თქვენთან დაბრუნებაში. გპირდები. აბა ვინდა მეხმარება თევზის გასუფთავებაში? მაგარია, წამო სოფია. ქეროლთან იყავი, გესმის? ბავშვს ყურადღება მიაქციე. თვალი არ მოაცილო. თქვი, სად წავიდნენ შენი მეგობრები? არაფერს არ გეტყვით. ჯანდაბა, რა მოხდა? უკვე გითხარით. ეს და მისი მეგობრები თავს დამესხნენ. შენ დამესხი თავს, იდიოტო. შენს ძმაზე გაიძახოდი, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე. გლენი მათყავთ. შესაძლოა მერლიც. მერლი? რა სულელური სახელია. ამ სახელს ზახსაც კი არ დავარქმევდი. ჯანდაბა, მოშორდი დერელ. ნახე რა დარჩა იმ კაცისგან ბოლოს ვინც გამაბრაზა? ამჯერად ფეხით დავიწყებ. იმ ბიჭებმა ჩვენი მეგობარი წაიყვანეს. ჩვენ მხოლოდ დალაპარაკება გვინდა. მზად ხარ? დიახ, სერ. კარგი. ერთი არასწორი მოძრაობა და ის არ ტრაქში გესვრი. გაიგე? GSC გამოიღებს მაგისარს და სათითაოდ გაგტენით უკან. მე გაგაფრთხილეთ. GSC? გილიერმო, ჩვენი ბოსია. გასაგებია. გავეცნოთ გილერმოს. როგორ ხარ ბიჭუნი? ჩემთვის ფეხის მოჭრა უნდოდათ. პოლიციელები ასე იქცევიან? ეს არა. ის პიდარასტი მიპირებდა, ვიღაცისთვის ხელი მოუჭრია და მემაჩვენა. ეს იყო ის ნაბიჯვარი, ვინც საჯდომში მესროლა. მშვიდად, დაწყნარდი. ეს სიმართლეა? მიგელიტოს ფეხი გინდოდა? უფრო მშვიდ დისკუსიას ველოდით. ეს იდიოტი თავს ესხმის ფილიპეს ბიძაშვილს, ფეხის მოჭრას უპირებს. ფილიპეს ტრაქში ის არ წესვრის და შენ მაინც დალაპარაკება გინდა? სასაცილოა. ასე გამოვიდა. ცხელგულზე ორივე მხარემ დავუშვით შეცდომები. და ეს შენთვის ვინაა? ჩვენიანია. დარწმუნებული ვარ მისი მსგავსი თქვენს გეყოლებათ. ჩემი ძმა თქვენ ყავთ? თეთრებს არ ვაჩერებთ, მხოლოდ ერთი აზიელია. გჭირდებათ? თქვენ მე იმას მიბრუნებთ და მე ამას. გასაგებია? მგონი სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მე ასე არ მგონია. G. კარგი რა,
თქვენ ჩემს ხალხს დაესხით თავს. მათ ზარალს ვინ აანაზღაურებს? მოკლედ სადაა იარაღების ჩანთა? რომელი ჩანთა? რომელიც ქუჩაში ეგდო? ფილიპე და ხორხე მის მოსატანად წამოვიდნენ. ასე არ არის. მე ასე ვფიქრობ. ის შენი კი არა, ჩემი ჩანთაა. ჩანთა ქუჩაში ეგდო. ნებისმიერმა შეიძლება დაიბრალოს პატრონობა. რატომ უნდა გენდო? იქნებ უბრალოდ ჩემებს ვუბრძანო და გხოცონ და ჩანთაც აიღონ. შეიძლება. ან იქნებ არა. მინდი ძმაო, დათანხმდი. გთხოვ. გამოიყვანეთ. მხოლოდ ორ ვარიანტს ვხედავ. ან იარაღს დაყრით, ან სროლა ატყდება. და ეძლიერმა გაიმარჯვოს. ახლა იარაღი ოქროზე ძვირფასია. ოქროთი ოჯახს ვერ დაიცავ და ვერ დააპურებ. და მათ ერთ ბიჭში ცვლი. სადაა გარანტია, რომ გლენს დაგვიბრუნებენ? შენ ჯის მატყუ არა უწოდე? შენ ვინმე მაზრიკ კითხა? საქმე ისაა, გჯერა თუ არა მისი. საქმე იმაშია, ჩვენ რას ვთავაზობთ სანაცვლოდ. გლენი ამათ ღირს? მან მე სიკვდილს გადამარჩინა. მისთვის არავინ ვიყავი. ვიღაც კრეტინი, რომელიც ტანკში გაიჭედა. შეეძლო წასულიყო, მაგრამ არ წასულა. არც მე დავტოვებ. ესე იგი იარაღს აძლევ. მე ეს არ მithქვამს. თქვენ არ ხართ ვალდებულნი აქ იყოთ, შეგიძლიათ წახვიდეთ. და შენებს რა უთხრათ? სულ გაგიჟდით? დაუჯერეთ ჯის. ჩემს იარაღებს ვხედავ, მაგრამ ყველას არა. იმიტომ რომ ისინი შენი არაა, უკვე გითხარი. გადავხოცოთ ყველანი, რაღაც ველოდებით. მგონი ყველაფერი კარგად ვერ გაიგეთ. არა, ყველაფერი გასაგებია. აი თქვენი კაცი. ახლა ჩემი დამიბრუნეთ. იცოდე იმ აზიელს ნაწილებად დავჭრი და ძაღლებს ვაჭმევ. ისეთი საშინელი სანახაობა იქნება, რომ მასზე საშინელს ცხოვრებაში ვეღარ ნახავ. გასაგებად აგიხსენი ყველაფერი? ყრუ ხარ? სმენასთან ყველაფერი რიგზე მაქვს. შენ თქვი რომ სროლა ატყდებოდა, ჩვენ მზად ვართ. ფილიპე. ბებო, დანარჩენებთან წადი. მოხუცი გაიყვანეთ. ბებო, ხომ გაიგონე შვილიშვილმა რა გითხრა? აქ შენი ადგილი არ არის. მისტერ გილბერტს უთქვა უჭირს. მას ინჰალატორი ესაჭიროება, კარლტომ ის ვერ იპოვა, წამალი სჭირდება. ფილიპე, წადი და გაარკვიე, მოხუციც გაიყვანე. წამოდი ბებო, წავიდეთ. ვინ არიან ესენი? გთხოვ, წამოდი. არ წაიყვანოთ, ფილიპე კარგი ბიჭია, ადრე გქონდა პრობლემები, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ის ჩვენ გვჭირდება.
მე მის დაპატიმრებას არ ვაპირებ. მაშინ რა თქინდათ? ის ჩვენ მეგობრის ძებნაში გვეხმარება, მას გლენი ჰქვია. აზიელი ბიჭუნა? ის მისტერ გილბერტთან ერთადაა. წამოდით, გაჩვენებთ. მას წამალი სჭირდება. მოდუნდით. გაატარეთ. ბებო, გვიჩვენე სად არის? აი ასე. ისუმთქეთ. წყნარად. რა ჯანდაბა ხდება? ასთმური შეტევაა, როცა ვერ სუნთქავ. ხუმრო, მეგონა უკვე ძაღლების ლუკმა იყავი. შეიძლება დაგილაპარაკო. შენ იდიოტი ნაბიჯვარი ხარ, ჩვენ თქვენს დახოცვას ვაპირებდით. მიხარია რომ აქამდე არ მივიდა საქმე. მათი სისხლი ჩემს კისერზე იქნებოდა. ჩემზეც, ჩვენ დავიცავდით თავს, ასე პირველად არ ხდება. უნდა დავიცვათ საჭმელი და მედიკამენტები. ეს მოხუცები ექიმებმა უპატრონოდ მიატოვეს, მხოლოდ მე და ფელიპე დავრჩით. Me and Felipe were the only ones who stayed. თქვენ ვინ ხართ, ექიმები? Doctors? ფილიპე ექთანია, მე კი მცველი ვარ. Care provider? Me? I'm the custodian. და დანარჩენები? მნახველები, როცა მოდიოდნენ მოსანახულებლად და ხედავდნენ რომ საქმე ცუდად არჩებოდნენ, დამატებითი ძალა არ გვაწყენს. ვისაც კი შევხვედრილ ვართ, ყველანი მოროდიორები იყვნენ. მხოლოდ ძალით თუ გახდები რამეს. ჩვენ ასეთები არ ვართ. საიდან უნდა მცოდნოდა? ჩემებს თავს დაესხით, მიგელიც დაიჭირეთ, სხვაგვარად გამოიყურებოდით. სამყარო შეიცვალა. არა, ყველაფერი ძველებურადაა. სუსტები ვერ გადარჩებიან. ვცდილობთ როგორც შეგვიძლია. მოხუცების გაყვანა გვინდა აქედან, თუმცა ზოგი ტუალეტამდეც ვერ აღწევს, ასე რომ ამაზე ფიქრით ზედმეტია. სამაგიეროდ გასაკეთებელი ბევრია და ეს ერთ რამედ ღირს. ამიტომაც დავგმანეთ ფანჯრები და ყველა შემოსასვლელი გარდა ერთისა. ბიჭები დრო და დრო გადიან, საჭირო ნიუსებს აგროვებენ. 24 საათი ვაკონტროლებთ პერიმეტრს, აქ კი ყველა ჩემზეა დამოკიდებული. არც კი ვიცი რატომ. იმიტომ რომ ეს შეუძლიათ. აღიარე, ხოლოდ ჩანთის გამო დაბრუნდი? არავის არ უთხრა. ნახევარი მათ მიეცი. ნახევარზე მეტი და ვისთვის? ვიღაცა ბებრუ ხანების გამო. რა გონია რამდენი ხანი დარჩა ციცოცხლე? და ჩვენ რამდენი დაგვრჩა? ღმერთო ჩემო. ფურგონი სადაა?
აქ დავტოვეთ, ვის უნდა წაიყვანა? მერლს. ის ბანაკში წავა შურის საძიებლად. შესაფუთი ქაღალდი, ფერადი ქსოვილი არის რამე? სერიოზულად? რატომ არაფერი არ გაქვს? ქვეყნის აღსასრულზე რომ ცოდნო და მოვიმარაგებდი. ხვალ ემის დავადების დღეა, კალენდარზე შევამოწმე, რომ არ შემშლოდა. რა იქნება საჩუქარი შეფუთვის გარეშე? დამშვიდდი, ვფიქრობ შევძლებთ რამის პოვნას. I'm sure I'll find something here. გარშემო ქვები დავალაგე. უფრო დიდი კოცონის დანთება შეგვეძლება. დათან არ გამოჩნდება. ჯიმ, როგორ ხარ? უკეთესად. ნელ-ნელა გონს მოვდივარ. იმედია ხვდები რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო. მე ყველაზე ზრუნვა მიწევს. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ნაწყენი არ ხარ. არა, ყველაფერი მესმის. კარგი, მაშინ წამოდი ჩვენთან. თევზი გვაქვს სადილად. სიამოვნებით. იქნებ გამოხვიდე ხალხში. ჯანდაბაში წასულან ყველანი. დამარხულები მენახონ. ეი, არ დარჩები? არ ჩამოჯდები მამიკოსთან. ედ, მას წამოსვლა უნდა. წამოდი. კარგი. ეშმაკსაც წაუღიხართ ორივე. დილამდე არ შემაწუხოთ. გადმომაწოდე თევზი თუ შეიძლება. აი თურმე რა მაკლდა. აი ასე მეგობარო. რაღაცის კითხვა მინდა. რამდენი ხანია მოსვენებას არ მაძლევს? რა? ეს საათი. და რა სჭირს მას? ყოველდილას ქოქავ ხოლმე. Same time, ნამდვილი რიტუალია. like a village priest saying mass. მეც მიკვირს ხოლმე. მერე რა? თუ სწორად მესმის ქვეყნის აღსასრული დადგა, ჯერჯერობით საქმე ცუდადაა. At least hit a speed bump for a good long while. But there's the old. თუმცა ყოველდილას მაინც ქოქავ ამ საათს. დროს უნდა ადევნო თვალი არა? Track, isn't it? დღეებს მაინც. Days at least. მართალი არ ვარ ანდრია. Andrea, back me up here. I like იცით ერთხელ მამამ შვილს რა უთხრა, როცა საათი მისცა. father said to son when he gave him a watch. That have been შენ ეს ჩვენს თაობას უნდა გადასცეო. generations. მან უთხრა, გაძლევ ყველა იმედისა და სურვილის სამარხს, რომელიც შეესაბამება შენს მოთხოვნილებებს. Of all hope and desire. არა იმაზე უკეთეს, ვიდრე ჩემი და მამაჩემის იყო. Individual needs no better than it did mine or my father's before me. I give it to you. Not. გჩუქნი არა იმიტომ, რომ დრო გახსოვდეს, არამედ იმიტომ, რომ ხანდახან დაივიწყო მის შესახებ. For a moment. Now and then. არ ეცადო მთელი სულით მის დამორჩილებას. All of your breath trying to conquer it. უცნაური ხართ თქვენ. ეს მე არა, ეს ფოლკნერია, უილიამ ფოლკნერი. შესაძლოა ცუდი ციტირება გავაკეთე. სად მიდიხარ? მოსაფსმელად ვცილობდი როგორმე ჩუმად მექნა. We just screwed around here. გონი გაგაფრთხილეთ, არ შემაწუხოთ მეთქი. ჰეი, Hey, რა ვთქვი მე? what I say?
ტუალეტის ქაღალდი გათავდა? დედა ლორი, დაიხარეთ. ღმერთო ჩემო ჩქარა მიაქვარ შეინ რა გავაკეთოთ არა ღმერთო დამეხმარე ღმერთო რა გავაკეთო მომყევით. მოდით, ახლოს იყავით ჩემთან. ახლოს, სწრაფად, ყველანი აქ მოდით. წინ შეინ ფურგონში სწრაფად. ახლოს იყავით. შეინ ზურგს უკან. მორალეს აკეთ. ჩემთან იდექი. სწრაფად ფურგონში. ლორი კარლ ლორი მამა კარლ ემი მე არ ვიცი რა გავაკეთო ემი ემი არა ემი სიზმარი გამახსენდა. აი რატომ იყო ორმოები. მეოთხე სერიის დასასრული გახმოვანებულია Mundo Studios მიერ.